მოვთვირო. რაღაც გარანტია ხომ ვისგან არის ფოთი შემორდა, აბუ ხო შეიძლება დაედო სამუდამოდ. რამდენჯერაც აგორდა კვარძე ლაპარაკი 2007 წელს პატრიარქმა თქვა ერთხელ. შავშანწინ მეორე დაწნა გამოვიდა და ყოველ წელიწადს მაპატიეთ ამ სლენგისთვის რუსულად სტრასტი ნაკალიაევსო უარესობას მითხა გამიგეთ რა შეესახება. ჩვენ თუ შავშანწინ მშვიდობიანად ვიდექით და მეუფე დამემოწმება იმაში რომ არ იყო ეს რაც დღეს ხდებოდა აქ ურთიერთშეურაცხყოფები რაც დღეს ამბავი ხდებოდა მშვიდობიანი ლაპარაკი იყო საუბარი იყო და იყო კითხვებზე პასუხის გაცემა და ველოდებოდი დასკვნის დადებას მეუფემ წაგვიკითხა დასკვნა და ამით დამთავრდა ყველაფერი. დღეს ხედავთ რა სიტუაცია მიუხედავად იმისა რომ თქვენ სტუმარი ბრძანდები და მე ყველას მაგივრად ბოდიშ ვიხდი თქვენ წინაშე რომ ასე დახვდით. ჩვენ არ გვჭევია სამეგრელოში ასეთი დახვედრა ნამდვილად. ჩვენ დიდ ბოდიშს ვიხდი თქვენ წინაშე ასეთი დახვედრისთვის ყველას მაგივრად და ყოველ წელიწადს უარესი მდგომარეობაა. მე თქვენ დარწმუნებული იყავით იმაში რომ მომავალ წელსაც იგივე რომ მოხდეს აი მაშინ მარხვის დაწყების წინ მაშინ შეიძლება მართლა არ გააკეთებს და დაიყვაროს პასუხს ვინ აგებს მე შეიძლება მაშინ მართლა უმართავი გახდეს რაღაცა გამიგეთ იცით რა შეასაქმე ერთი პატარა რაღაცა უნდა და ის პროვოკაციაც არ არის გამორიცხული არავისგან ჩვენ როცა გარედან აი იმ ბილბორდებთან დაკავშირებით იმ ერთი ლარის შემოწირულობით იმას რომ თელ საქართველოს აჩვენონ რომ ღვთისმშობლის კვავის მრაქვემა სიწმინდე არის ხობის ეპარქიის და ეს ხობის ამას აჩვენენ ნელ-ნელა თბილისელმა რა იცის ვის ეკუთვნის და რა ხდება აქ არ იციან იმათო ვიცით ჩვენ არა ადგილობრივებმა ამას აჩვენენ მთელ საქართველოს ნელ-ნელა და მე მაპატიეთ შენდობას ვითხოვ ყველას წინაშე თქვენ გეუბნებათ რომ მარტო ერთ დღეზეა ლაპარაკიო მაპატიეთ ფიცი მწამს ბოლო მაგებებსო ზუსტად ამაზეა ლაპარაკი თქვენ დარწმუნებული იყავით იმაში რომ თუ ღვთისმშობლის კვართი 1 საათით გავიდა აქიდან ხობის ეპარქია და ზუგდიდის ეპარქია ისე შეასყდება ერთმანეთს რომ აფხაზეთი მონაგონარი გახდება ეს არის მიზანი რომ ჩვენ შორის შუღლი ჩამოვარდნოთ ახალგაზრდები არ გავჩერდებით უბრალოდ შუღლი ჩამოვარდნოთ ჩვენ შორის რომ ძმა-ძმას გადავკიდონ რომ ომი დაიწყონ და ეს კიდე ვიცი ბატონს უთხარით რომ გაჩუმდიო მაგრამ ვისი სპეცსამსახურები ჩადებულია ჯერ კიდე არავინ არ იცის საქართველოს დაშლა ყოველთვის შიგნიდან იწყებოდა ქართველი გასცემდა ქართველს და მერე მოდიოდა გარედან შემოსული ტერიტორია გარედან შემოსული ისე ვერ მოერეოდა 9 ძმის ამბავი თქვენ იცით ნუ მის თუ ერთად ვიდექით ყველანი მაშინ საქართველოს და ქართველებს ვერავინ ვერ ერეოდა მაგრამ თუ შიგნიდან იქნებოდა გამცემი და ყოველთვის ისტორიულად სამწუხაროდ ასე მოსდევდა რომ ქართველი ყიდა ბავშვ თურქებზე და ქართველი აკეთებდა ყველაზე საცუდ რაღაცებს დღესაც არ არის გამორიცხული ის ვარიანტი რომ ზუსტად ეს რაღაცა იყოს დიდი ჩადებული და ღვთისმშობელი თუ ზუგდიდიდან გავა არ არის გამორიცხული ისიც რომ საქართველოსდანაც წავიდეს აქედან გამომდინარე ძალიან ყოველთვის აქედან გამომდინარე მე ბოდის კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ თქვენ წინაშე ბატონი მეუფე დააფიქსირებს თავის პოზიციას ყველას წინაშე რომ არავის არ ქონდეს საკითხავი რომ მეუფე წინააღმდეგია კვართის აქედან გავძანებებ აი ამაში დარწმუნებული ვიქნები ყოველთვის რა თქმა უნდა ბატონი არა მე მაინც არ არის ამაზე ლაპარაკი მაგრამ მე მაინც მინდა რომ მე ყველას წინაშე ყველას მამაღლა გავაგოთ ხო ხედავთ რა ხდება მეორე მე არ ვიცი პატრიარქმა დასრულა მე მაპატიე მე იმაზე ლაპარაკი რომ არავინ არ იცის რა მოხდება შეიძლება საქართველოს დატოვოს კვართმა და ეს გვინდა ჩვენ საქართველოს დატოვოს კვართმა არავითარ შემთხვევაში ამდენი წლის განმავლობაში კვართი ნახებოდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოში იყო ამდენი წელია კი ბატონო ეს არის ლევან დადიანის არა მონაპოვარი მაპატიეთ არ არის საკუთრება ეს არის თავისი სიწმინდეა სამთავროს სიწმინდეა ლევან დადიანი არა ეს იყო ლევან დადიანის სამთავროს თავის სიწმინდეა და თავის ოჯახში სამეგრელოში სადაც უნდა იქ დაამთავრებდა კვართი თუ უნდა როცა იყო ხობში ყავდა თავის სიწმინდე როცა იყო მარტვილში ყავდა და წარიჯიხაში გზავდებოდა კვართი განამარტო ხობში იყო წარიჯიხაში მანამდე ყვარიათში იყო სუპირველად მაგრამ შეიძლება წარიჯიხი აი ასე ყოველწლიურად რო არ მოხდეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. აი ეს თქვენ უნდა მიიტანოთ სინოდამდე. ჩვენი თხოვნით მიიტანოთ უნდა სინოდამდე რომ ყოველ წელს ხდება სიტუაციის გამწვავება. ზუსტად ყველაფერს განაცხადა. ჩემი თხოვნით